დავბრუნდით, ჩვენი პირველი ბლოკის სტუმრები წავიდნენ, მაგრამ დაგვიტოვეს დესერტი. რა არის ეს მერი? გასინჯეთ? მე გავსინჯე და ეს მეორე არ გამისინჯავს, ეხლა დავაგემოვნე და მაყურებელს ვეთქვი, რომ ერთი შეხედვით თითქოს გავს აი ქოქოსში ამოვლებულ შოკოლადს. ერთი შეხედვით და არომატით არის სულ სხვა რაღაც, ანუ მე ცოტა ჩურჩხელასკენ უფრო წამიყვანა, თუმცა ინგრედიენტები რა არის, მე რეკო ჯობია შენ გითხრა მე ამას შეცდომაში ეს არის ფინიკი. ფინიკი არის, გაცილი აქვს კურკა და ნუ მოზელილია პასტა ფინიკისგან, წარმოიდგინეთ, შიგნით არის ისა ნიგოზი. მგონი ცოტა სუნელებიც დაუმატა ჰუდამ ხო რაღაც დარიჩინს მოკარი ხური ცოტა კარდამონიც დაუმატა დაამრგვალა მე მოვთვლება და ამოაყო ქოქოსის ფხნილში ერთი სახეობა ქოქოსის ფხნილში ამოვლებული მეორე სეზამის მარცვლებში არის ძალიან ჯანსაღი რაც თავარია და არის ძალიან ნოყიერი. იმიტომ საუზმეთ იქნება იდეალური მე თუ მკითხავ. ხობა უნდა ამას და არც არაფერი და შენაც გაგვიკეთებ. მე რაღაცა ყური მოვკარი, რაღაცა ჯანსაღი, იაფი, რაღაცნაირიო მარტივი, ფერადი, რაც თავარია ფერადი, იმიტომ რომ ზაფხული არა გაზაფხული. ზაფხულია უკვე და ფერადი გვინდა ყველაფერი. ისეთი ამინდია რომ შეიძლება გაზაფხული. მოკეთ ახლა გავაკეთოთ ლანჩის თემა გვაქვს მთელი სამი ბლოკი, დარჩენილი სამი ბლოკი, როგორ ვჭამოთ ჯანსაღად, იაფად ფერადად ლანჩზე. და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი გაგვიფერა და კოინკაზამ, იმიტომ არის ესეთი ფერადი და მე ვეცადე ბევრი ბოსნაულით გამიფერადებია ეს ჩვენი ლანჩის შოა დღე. ლანჩ შოა დღე. ფერები დომინირებს ბრაზილიური. დიმიტრი ფეხბურთი ჩასე ყველაფერში ისე არ დაწყებულა ჯერ და სუფეხბურთია ყოლდა. გახსნაზე ჯენიფერ ლოპესმა ისეთი იცეკვა. მას ყველაფერი მე არ მინახავს. ჯენიფერ ლოპესმა იცეკვა თუ ჯენიფერ ლოპესმა იცეკვა. ხო, მე არ მინახავს. დასტირების ქვეშ ხარ. მოკეთ კვერცხის კერძი ტოსტი არის კვერცხის ესეთი საინტერესო ფორმა აქვს. შეიძლება გინახავთ კიდეც. ტოსტის პური უნდა ავიღოთ. აი ჩვეულებრივი ტოსტის დაჭრილი პურები. შეგვიძლია სხვა პურიც ავიღოთ თუ გვინდა და ამას ფორმა უნდა მივცეთ შიგნით. აი შეგვიძლია გულის ფორმა მივცეთ. ხელით? აი ვეცდები რომ ხელით ეს როგორც წესი დასაჭრელია ხო ფორმით, მაგრამ ნუ ვეცდები რომ ხელით მივცე. მე როგორი ნიჭიერია ეს მერი კულტურითაც ხატავს. როგორ არა ხარ? ხატვაში ნინი ისეთი უნიჭო ვარ, ისეთი უნიჭო. ნიჭიერო, შენი ადგილი ქალაქში. ესე. ნამდვილად არ გამომივიდა და ესეთი გული. და გულები ცალკე რო დავაცხოთ სულ. და გულები ცალცხობილებად. ხო. მე შემიძლია ჩემი გული შემოგთავაზოთ რა. ჩემი გული, შენი გული. აი მე. აჰა, გავს ხო გულს? კი. არა, მე გეტყვი სიმართლეს. კი. ხო გავს. ერთი ეგეთი და ეს გულის ფორმის ხო ორცხობილა შეგვიძლია მივიღოთ კვერცხზე და მეორე კიდე ერთი პური მომიცე და უბრალოდ გვალა დამოვჭრათ. მოდი. და იყოს გოგო-ბიჭი. ხო, თუ ფორმა გაქვთ და ეს ფორმები იყიდება, გაცილებით უფრო მარტივია. რაცილებით? პირდაპირ ჩადებ ამ ფორმას და ამოიჭრება სასურველი ფორმა. ვარსკვლავებიც იყიდება და ავით მე მგონი ბავშვებს მოეწონებათ ეს განსაკუთრებით. ტოსტია და ბავშვებს კვერცხს რო ვერ ვაჭმევთ ხოლმე, ესეთი ფორმით შეიძლება ვაჭმოთ. კი. ცოტა ზეთი ან კარაქი. მე კვერცხს ძალიან გაგიცხელე. უნდა იყოს ძალიან ცხელი? ჩანს ოკედო ყველაფერი. ესეთი სათვალები და პურის. გადაიქნება რეზინით მოიგო. ჯაჭვით და მათხოვე ახლა ესე კარგად ზეთში. ხო. ავდუდხოთ? აჰა. მაწაიღო? იკოთ როგორც ბაიკო. დავატევა ორი? არა. დავატევთ. ვეცადოთ დავატევთ. ესე, ჰა. არა, ზეთი უკეთია მე ვიყავ. ცოტა ზეთი. კარაქიც? კარაქი არ მიქნია, იმიტომ რომ არ გიყავს. სტადიონს გავს და ტრიბუნებს. კარგი ბიჭო, კარგი. ფერი ფეხბურთთან კავშირში. მიხედავ ამას თუ გინდა შენ რაღაც სხვას მიხედე. გადაგინაცვლე. რა საყანყალი სტადიონი. ეხა ორი კვერცხი. და რა ამოცანა გვაქვს, რომ ეს კვერცხი გავტეხოთ და მოვათავსოთ ამ გულში. რა დაანადვილია, გინდა მე გავაკეთო. მაგრამ იცი რა, რაღაცა არ მომწონს, იმიტომ რომ ეს ტაფა შეება ვერ დაიწვა. ესე ჯობია. და ჯობია ცალკე. ცალკე, კი, მე გავაკეთე რა მაგას. აი. ძალიან უყვარს ჩემ უფროს შულს ესეთი კვერცხი და იცით ბავშვები და რას ეძახის? ხო, ტყლუმ კვერცხი. ტყლუმ კვერცხი პირველად ნახე ესეთი განეკეთა. მარილი. ვერ ტყლუმბა. ვაიმე რა ლამაზია. შეგეცოდება შეჭმა.
კვერცხი. პილპილი. პილპილი. აი გიჟდები, სადაც წიწაკა არ არის? აი ხა რა შეეხება კვერცხის შეწვას, როგორ გიყვარს? თუ გიყვარს რომ იყოს თოხლო? ასე თოხლო არა, მაგრამ აი ბოლომდე გამომშრალი მოიქნება. კარგი, მაშინ ცოტა თავი დავახურო. ხო, აი ცივარო შეიკრას. აი ბაიკოს ხორცი არ უყვარს და მე რომ მიყვარს აი ესეთი მინდა. მაგრამ მე არ მიყვარს, უფრო ფორმას რო ინარჩუნებს, უფრო მომწონს. ამიტომ დავახუროთ ცოტა ხანი. ტაფას თავი და გავაჩერებ. ეხა ამ კვერცხს მოუხდება რაღაც თუ საგისკენ მივიდივართ. აუცილებლად, წითელი. ავიდეთ მოდი ბოსტნეულის. აბა მიდი, აბა. ბოსტნეული მოვთუშოთ კიდე ცალკე ტაფაზე. მოვთუშოთ. ეს რაზე უნდა ამოვიღოთ მე დრჯერდლამ? და აი რო შეიწება. დროებით. რამდენიც გინდა? დროებით ამოვიღოთ მეცა 60. უი და ხუდას კერძის არ დაგვავეწყეს ჩვენ ღუმელში. ხო და ეგ უნდა მეთქვა ეხლა უყურებდი რაღაც და გამოიხედა. ჯერ იყოს. აი ერთი წუთიც და всё. მე მგონი ეყოფ. რა ზღვანან ძალიან საყვარლები არის. ეს და ფრად დაიარება აქეთ. იცი რა სრია? მე მგონი დაიწია შენობა და ცოტა აქეთ სრიალებს ყველაფერი. ესე დავდოთ. მეცა ეს ტაფა აქეთ გადმოდგა და მე დიდი ტაფა უნდა დავდგა მაგ ბოსტნეულისთვის. აქეთ გადმოდგი? შევთანხმდით. კარგია. ადგილებიც გავცვალოთ. ისე მომწონს ეს ახალი ტაფები. ეგზედა. სასწაული. ამ შემთხვევაში ბოსტნეულში არ გულის ხუბერიკო ეხლა რა უნდა ჩა. ბოსტნეული იქნება ყველაფერი რაც აქ გვაქვს, უყურე? ყველაფერი. ნაწილი მეორე ბლოკისთვის სალათისთვის მინდა უფრო ცოტა მესამე ბლოკისთვის და ნაწილი ახლა გამოვიყენოთ. შეგვიძლია ბადრიჯანი, რომელიც უკვე დაჭრილი მაქვს და დამარინადებული, ლობიო, ბროკოლი. ალბათ, ხო? ცოტა მწვანე წიწაკაჩი. კარგი, არ გამიგიოთ. აუცილებელია თუ არ უნდა გაცნო. ესეც კოინკაზასია და მართლა ფანტასტიკური ეს აი ბებიაჩემს ქონდა ხუჯის ესეთი ტაფები და ყველაზე კარგად იმაში იწვებოდა ყველაფერი. უი და ძიმეც იყო არა. მაგ დროსაც იყო გოინგაზა. ხო რა? ჩვენთან არა. ბებიაჩემი კოინკაზაზე მზიდა სულ. შენ რა იცი? აჰა, გამახუროთ ახლა ეს ტაფა. ცოტა მეტი ზეთი. იმიტომ რომ ბადრიჯანი საშობივით არის. კი ბატონო, იწოვს ეც. მე მინდა ესეთი ტაფა. კაი არის კოინკაზაში. იცი რატომ ძიმეს ძიმეა. ძიმეს თან კარგი რა აქვს, იცი ღუმელში შედის. არ ჭირდება ხის, ესენი ძრება კი. ეს არის დამცავი რომ არ დაგწვას ხელი. აი ამ შემთხვევაში რომ ხელი არ შედაგწვას, დამცავია უბრალოდ. თავსახურიც აქვს და რასთავია მეტალზე არ ფუჭდება. ანუ შეგიძლია გამოიყენო მეტალი. რაზეც გინდა? ასაღები ხომ ხომ ესე მეტალით და ხო მაინც და მაინც ამით. ჩაყნეს. ხო. ზატარი ზატარი გადმოვიღოთ. დავიღუპეთ უკვე ხდება. მომიცი? ეგ ტიპში. დანიევი დადი. ხო ამაზე იყოს. ეს მიულაგოთ და მე თუ მინდა შევახრამუნოთ ჩვენ თვითონ. ეს შეიძლება მეტი შეგიძლია დაბრაწო ეს. ცოტა კიდე ზეთი მინდა ნი. გულბურთა. საკმარისია ხო? არ გვიყვარს ჩვენ ძალიან ცხიფში მოჭიბჭიპეები. ხო არა, უბრალოდ ამოვალოთ. ახლა მაგაში მეორნაირად გააკეთე, ისეთი შეიძლება ათქვეფილი ჩაგააკეთე. არა, აი ერთი ესეთი იყოს, მეორე ისეთი. აი ვა და რა რა ყურზე უნდა მოიკიდო ბიბილოზე, ხო იცი არჩი, რომ დაგეწევა, ნახე? ცივია ყოველთვის. ეს მე და ბაიკოსთვის არის განსაზღვრული ხელი, რომ მოკავული გვაქვს. აუ, იქ ამას უწევს. არც ისე ვიცი მოკავებული. რა, ეს არასწორად აკეთებთ. არა, გეწובה ეს, ნახე. აი, მოკიდე ხელი. გამიოხრეს პლიტა. მომეცი? ახლა ჩავაგდოთ. თუ კიდე შენ ჩავაგდე. როგორ გამოგივა. სად მიარტყი ვერ გავიქი. ქვემო დაარტყა პირდაპირ. აი, გულნარა იქნება ეგ? ცოტა ცენტრ დავწმარი პილპილი. რა ეხა ერთ მეორე რა. ატო არ გიყვარს შენ ესე. ერთი ესეთი იყოს, მეორე ისეთი იყოს. არა, ეს თვალი უნდა ჩანდეს ლამაზე. უნდა ყვითელი ჩანდეს, კაცო, ამაშია მთელი. დავახუროთ ამასაც თავი და გადავიდეთ ბოსტნეულზე. გადავითით. ბადრიჯანი. მაგამოიწ. ზიბადრიჯან. გურლად დაჭრილი. ყვალად დაჭრილი, თხლად დაჭრილი, ცოტა მარილში გაჩერებული. ხო. შიშხინ. თეთრი ლობიო. დადამაზია ხო? ძალიან ლამაზია. ხო, ეგ თეთრი ლობიო, უნდა დავამტვრიოთ ვინო. დაგიმტრიო? დავამტვრიოთ. 2-3 წვრილად თქვა. ხო, იცი იყოს დიდებად თუ გინდა. აკა წაფები აქ? ნახე აბა. ეს არ გავა. ხო, თავი ბოლო ეს.
ჩავყარო? აი მომაქეხავე. ესე პირდაპირ ჩავყარო, დამტრეული? არა. აი ამას ჩაყარ. დამტრიო? დამტრია. აი ესენი. კაცი მოდი შენს დამტრი. კუნწები. მოიდა მეორე დაყარია. დამტრიოთ. არა, ესე არა, ცოტა ნინო გაჩვენე. აი, დამტრია მე სხვანაირად. დატეხე. დატეხე. აჰა, დაატეხე, სხვა. ძალიან წვრილად ნუშვები. ლეცი ბიჭო. და ეს რა არის? ნუშვები კარგი მართლა. ეს შემთხვევით მინდოდა. კუდი უნდა მოა წიწკნა. ჩავარდე ლებრონ ჯეიმსმა წააგუში. ეს მზადა. 1 3-იც. შენ უკუდო. ეს არ მას გატეხო არ უნდა. უნდა. ბიჭო, ეს არ შე ოხ! ნოდარი, წამოვიდა იქ. ჩამე პილოტი. მოიწვეთ რინო მოიწვა. ესე იგი სამი ლობიოს დატეხვაზე რა ამბავი ატეხეს ამ ბიჭებს. სამეცახენი აქეთ გამოვიპარო და მენახა რა შობოდა ხუდას კერძი. ბიჭო, ვერ გაიგე. რაკნა? უკვე მზად არის. აჰა. გავახსენ ერთი რა შემდგომარეობა. ფანტასტიკური სურნელია. და შეგიძლიათ გასინჯოთ. მე ხა გავიხსენებ ყვავილოვანი კომბოსტო მოწალული ოდნავ შევწვით, კარგად შევწვით უბრალოდ ოდნავ კი არ ცოტა ხანი დაჭირდა ზეთში, შემდეგ გადმოვიღეთ, გამოვცვალეთ ზეთი და წავი და წვრილად დაჭრილი ძროხის ხორცი, ცოტა რომ ნახე რომ ძათ იყო დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, შევბრაწეთ, დაუმატეთ კომბოსტოს და მოვასხეთ ზევიდან ტაჰინის соуსი, რომ ხო, 5 კოზი სუფრის კოზი მაწონი, ტაჰინი, ლიმნის წვენი და წყალი გასათხელებლად დავაბლენდერეთ ეს ყველაფერი, გამერე ცოტა სქელი იყო გავათხელეთ წყლით, მოვასხით ზევიდან, გვეგონა რომ მზად იყო, გავედით რეკლამაზე და აღმოჩნდა რომ ღუმელშია კიდე შესასვლელი ეს ყველაფერი, შევიდა ღუმელში, გამოვიდა. მოიბრატოსო, ეგეც გითხრა, ისესაც მზად არისო, მაგრამ მაინც რო კარგად შევიდა, გამოვიდა და საოცარი სურნელი დგას. აი ეს მაწონი აძლევს ოდნავ ისეთ და ლიმნის წვენია რაღაცა. კარგ, არა მძიმე მოკლედ. ელფერს. ეს ბანდუნა დააყარო, ესეც მე ბადვი ჯანს თუ თალთალ ერიკო, მე შემიძლია რომ მაგას მივხედო, შენ თუ გინდა რამე სხვა გააკეთე. არა, მოიცა. კი ბატონო. ბისტროგანოს ფათაშორის სურნელი. კი ბატონო. რა მედი? არა, ეს ხო. იორდანი ცოტა. გამოსვლა და ყვავია დავაყარე. მე რო არ დამაყარე. აი ეს შემდეგი ბოსტნეული რა მოგიმზადა? შემდეგი მოდი ბროკოლი, იმიტომ რომ ლამაზია და ფერადია. და საფილო. დაფილო გასახეთია? არა, დასაჭრელია. შეცდომა დაფილო დამი. კი ბატონო. და როგორ გინდა რა ფორმაზე მითხარი მერიკო? ჟულიენი, რა არის? ჟულიენი. კი ბატონო. აი ჟულიენი. მერიკო. დაგეწა ხელი. ჟულიენი ვიცი, მაგრამ სტაფილოს ჟულieნის პრინციპი დაჭრა არ ვიცი როგორ უნდა. თუ გინდა ერთი შენ დაჭერი და მე მომეცი და მე დავჭრი. კარგი. ჟულიენი საერთოდ გემოთი მახსოვს ვარა, ვიზუალურად არა. არა, მაგ ჟულიენზე არ იყო ლაპარაკი. ფორმი. არა, მე ვიცი ჟულieნის სოკოდი და არაჟინით, რომელზეც გიჟდები და. ხო და ამას ეძახიან ჟულიენი დაჭერა რა, ჟულieნის ფორმა არის აი ეს. ხო და ეცი მეწოდინება, კი ბატონო. აი მახსოვრე კარგად. ჟულიენი, დიჟონის მდოგვი არ ეყო, ხა კიდე ჟულიენი ვით დამიკერი. ნახე რა კაი რა მისწავლე. გარე ჟუჟუნოტიმაც წამოვა. კი ბატონო, თუ უკვე არ მოდი. არა, ჯერ არა. შემდეგი მთა ბოსტნეული გამოუშვა ეხა. ბროკოლი მეტი გინდა? ბროკოლი? ბროკოლი რაც მეტი უკეთეს. ბროკოლი. კარგია, მე ესე მიყვარს. მეტი? გინდა მეტი? არა, მეტი არ გინდა. ესე იგი, ფერი დაგვაკლდა აქ, საფილოს ფერი და წითელი დაგვაკლდა რამე. პომიდორი ჩაყარი. პომიდორი, ეგ შეიძლება გავიდეს რეკლამაზე. შუა-შუაზე. არა, ჩვენ შეგვიძლია ეკამის დროს ვარ, ჩვენ შეგვიძლია გავიდეს ეკამაზე და დავასრულოთ ეკამაზე. კი ბატონო, მანამდე მე ჟულieნის პრინციპი დავჭრი სტაფილოს. ყველაფერს დავამთავრებ ეხლავე. დაგვა